ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. უთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია როგორც დეზინფორმაციის მორიგი მაგალითი, ასე აფასებს ჩალვა პაპუაშვილი უთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყალბი ტექსტის შედგენაში კონგრესმენი ჯო ვილსონი და სხვა ძალები მონაწილეობდნენ. სპიკერი ამბობს, რომ უთომ კანონს ხაზი გადაუსვა და რუსეთის მსგავსად საერთაშორისო წესრიგს თავადვე აანგრევს. პოლიტიკური შეფასებებით ჩოთა ფალავანდიშვილი უერთდება კურიას ჩოთა ეთერში ხარ. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პრემიერ-მინისტრის მსგავსად კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა ეუთო საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ჰააგის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი გახდა და განაცხადა, რომ რეალურად ის არ ეფუძნება არც ერთ სამართლებრივ მტკიცებულებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეაც არის გამოყენებული გარკვეულწილად პოლიტიკური შურისძიების სიარაღად საქართველოს წინააღმდეგ. რეალურად კი ის დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა და დამტკიცდა აღნიშნული, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის და საპარლამენტო ასამბლეის მიერ არ ასახავს რეალურ ფაქტებს საქართველოს შესახებ. პარლამენტის სპიკერის აზრით, მსგავსი მიდგომები კიდევ უფრო მეტად დააზიანებს, ასე ვთქვათ, ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციას საქართველოში და ამავდროულად გაამწვავებს, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებებს საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის. რეალურად მნიშვნელოვანია პაპუაშვილის აზრით, რომ შეიცვალოს დამოკიდებულებები და ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობით მიიღოს სამომავლოდ გადაწყვეტილებები, თუნდაც ევროპის ეუთო საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ ნახეთ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. ეს არის ტიპიური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა და როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ ახლა ეუთო საპარლამენტო ასამბლეა ჩართვეს, იგივე ძალებმა ხედავთ ხომ ჯო ვილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხუზაში, რომელიც არის პირდაპირ სიყალბე დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ხელით და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის, რომლებიც და კერძოდ ამ შემთხვევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხევა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მოსკოვის მექანიზმის კვლევარები ღიად ამბობდნენ, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი დრო და არ ჰქონდათ მასალებზე წვდომის სრული შესაძლებლობა, ქართული ოპოზიცია მაინც დარწმუნებულია, რომ კვლევა ობიექტურად ჩატარდა, შესაბამისად ობიექტურ მტკიცებულებებს დაეფუძნა დოკუმენტი, რომელიც ეუთო საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია, მათ არ უკვირთ ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილისა და ქართული ოპოზიციის აზრების თანხვედრა, რადგან მათი თქმით მსგავსი სახის რეზოლუციებს ქვეყანა უკვე მიჩვეულია და პირდაპირ ეს ყველაფერი უკავშირდება ქვეყნის საგარეო იმიჯის დაზიანებას ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. ამავდროულად მიზნად ისახავს კონკრეტული ლობისტების პოლიტიკური ინტერესების გატარებას საქართველოში, რომლის არაერთი მცდელობაც მათ შორის ძალადობრივი კუთხით უშედეგო აღმოჩნდა. ეუთოს მიერ და მოსკოვის მექანიზმის მიერ სრულფასოვანი კვლევა ჩატარდა. ეს არის ის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც საფუძვლად ედება ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ქართულ ოცნებას ამასთან დაკავშირებით არ აქვს ქმედითი პასუხები და არგუმენტაცია. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ინსინუაცია ქართული ოცნების მხრიდან. ეს არის ერთნაირი შინაარსის ტექსტები სხვა რეზოლუციებში. ეს იქნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როცა თავაზობენ ასამბლეას ასეთი რეზოლუციის მიღებას. თავისი ქვეყნის კონგრესს როცა თავაზობს უილსონი რაღაცა რეზოლუციის მიღებას, თქვათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას როცა თავაზობენ ასეთი ტიპის ადამიანები რეზოლუციის მიღებას, ევროპარლამენტს როცა თავაზობენ ასეთი ტიპის რეზოლუციის მიღებას, ეს ხო ერთი და იგივეა და გადამღერებები არის, ტექსტი იგივეა. ასე რომ ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ არასამართლიან დამოკიდებულებას, რაც არის ძალიან ცუდი მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვერანაირ ზეწოლით ჩვენ კურსს ვერ შეგვაცვლევინებენ და ხელს ვერ აგვაღებინებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დოკუმენტის სახელით ცნობილი რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ მიიღო. იქ მოხდა ჯო ვილსონის მიერ, ასე ვთქვათ, ინიცირებული მოსკოვის მექანიზმით ჩატარებული კვლევის ნაწილი და რეზოლუცია კრიტიკული აღმოჩნდა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა მართველი პარტიის წევრები კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას თავად ჯო ვილსონის პოლიტიკურ მისწრაფებებს და ამავდროულად ამბობენ, რომ ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ანგრევს ევროპული ინსტიტუტების სახელს და იმ გავლენას, რომელიც მათ დემოკრატიული თვალსაზრისით ოდესღაც ჰქონდათ. მადლობა, ეს იყო შოთა ფალავანდიშვილი. აბსურდული და უსამართლო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის და შანტაჟის ნაწილია, ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ყობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესების უკან deep state დგას. მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, საქართველოს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მთავარ სამიზნედ იქცა. ყობახიძის განმარტებით ამ ძალების საბოლოო მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სადავეების აგენტურისთვის გადაცემა, რისთვისაც ბერკეტად ერთდროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს იყენებენ. პრემიერი ამბობს, რომ საკუთარი სუვერენიტეტსა და მშვიდობის დაცვის გარდა საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს. არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრესე მეც ამბობს ვიდრე პავლეზე. ეს გამონათქვამი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების გავსად უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და deep state-ის მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლება. მინდა ასევე შეგახსენოთ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის გამონათქვამები. ან ჩვენ გავანადგურებთ deep state-ს, ან deep state-ი განადგურებს ამერიკას. ჩვენ გსურს ბრიტანული deep state-ის ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია. ტრამპისა და ტრასის ეს სკანდალური განცხადებები, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები deep state-ის არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს. ამ ფონზე ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი და ზოგადად ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების უმრავლესობა ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამორჩევლის, არამედ სწორედ deep state-ის წინაშე. შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკას თლიანად არაფორმალურ ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი. როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. უხეში ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლებების სისტემური და უხეში დარღვევა, გაყალბებული არჩევნები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, სადამშრალო ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეგეტი, გარეთ დაკვეთით დაწყებული და ურთღეში წაგებული ომი, ეს იმ პრობლემების, მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც deep state-ის აგენტურის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს შეუქმნა. ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს deep state-ის გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები დემოკრატიის შუქრად მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ ეშურებდნენ. ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყდია და ისე რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა. მაშინ ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზე ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეტიც საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა რეჟიმის გამართლებაც კი იკადრა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ deep state-ს წარმოადგენს, დიპლომატების ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება. იოლად ახსნადია ისიც თუ რატომ იქცა საქართველოს, ქართული ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება deep state-ის თავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა. ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოიღო deep state-ის მორიგ ავანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც deep state-ს აქვს არსენალში, მათ შორის ერთდროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების დასახალისებლად იყენებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ მოქმედებებს არავითარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და მისი მთავარი მიზანი ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლების შეცვლა. პრემიერი ამბობს, რომ ევროპული ბიუროკრატია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რისი მაგალითიც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მრავალი დარღვევით ჩატარებული არჩევნების უპრობლემოდ აღიარება. მიღებულ რეზოლუციაში ეჭქვეშ არის დაყენებული 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების, ანუ იმ არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც თავად ეუთუმ და უდირმა შემდგარად და კონკურენტულად შეაფასეს. თავის შესახები ეუთო საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელს დანიელ ფესლერს, რომელმაც სესიაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ჩატარებული არჩევნები იყო იდეალურად ორგანიზებული, სამართლიანი და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, თუმცა მისი შედეგები არაერთი ევროპული ქვეყნისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევით, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს. სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად ისინი უპრობლემოდ აღიარებენ. საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს გავსად პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას რეალურად არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. Deep State-ისთვის თავი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს უსაფუძვლო კრიტიკისა და სრუბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, LGBT პროპაგანდა, მიგრანტების იზოლებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ასე შემდეგ. სწორედ ასეთია Deep State-ის მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმე შედეგებამდე მიიყვანა. შესაბამისად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი აქვს და ამდენ აბსურდულ რეზოლუციასთან და რევოლუციის თელობებთან გამკლავებას Deep State-ის თამაშის წესებზე დაყოლაჯობს, როგორც ამას თავის დროს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არამხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუსწრეს. ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის თელობებით Deep State-ის საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები. ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა Deep State-ს ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციების ცდილობენ ქვეყანას ესწროს, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს. თუმცა, ვიდრე ქართული ოსნების ხელისუფლება ქართული ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში უდიდესი გამოწვევების ფონზე სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს თელობაც წარუმატებლობისთვის არის განწეული. ელტოს რეზოლუციის პარალელურად შეფასებების თემაა კაია კალასის განცხადებაც. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროკავშირს არ სურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და აქცენტს მხოლოდ ქართულ ხალხზე აკეთებს. კაია კალას კითხვა ბრიუსელში ჟურნალისტებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე დაუსვეს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება იქნება. კალას ბრიუსელშივე მიუთითეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი ნება თავზე არ უნდა მოახვიოს და თბილისთან დიალოგი აუცილებლად უნდა გააგრძელოს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ მოწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტია, მმართველმა გუნდმა არჩევნები მოიგო, კანონების მიღება კი თავად ქართველების გადასაწყვეტია. რაც შეეხება შავი ზღვის სტრატეგიას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს გასული წლიდან, ახლა ამის იმპლემენტაცია მიმდინარეობს. შავი ზღვის გარშემო არსებული სხვადასხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ჩვენ ასევე გვაქვს სირთულეები, პრობლემები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ რეალურად არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს უკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი. They know exactly what to do.
ყოველთვის ვამბობ, მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ჩვენ მათ არ დაველაპარაკებით, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. არ უნდა ვასწავლოთ მათ, მოკლედ მათ იციან წესები და თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ უნდა შევთავაზოთ, ხოლო ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ მოიგეს არჩევნები, მოგწონს ეს თუ არა ფაქტია. თუ ჩვენ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას. ბრიუსელის მხრიდან ქართული ხალხის არჩევანზე ნებისმიერ თავდასხმას ყოველთვის ადეკვატური პასუხი მოყვება. ასე გამოიხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კაია კალასის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი გამიჯნა. შალო პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ეს პოზიცია ანტიდემოკრატიულია. კალასის განცხადება ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფად შეაფასა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა პარალელი რუსულ ოკუპაციასთანაც გავლოდა, განაცხადა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიების 20%-ზე არ აღიარებს, კაია კალასი ქვეყნის დამოუკიდებლობას 100%-ით უპირისპირდება. კალას გამოიხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრიც მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართული ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზე არჩეული, მაშინ, როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს. არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე, არის კალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართული ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართული ხალხის ნებას და ქართულ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირის შორის, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ ვინ შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი 2024 წლის ივნისში, ხო, წერილობითი განცხადებით მიმართეს ქართულ მხარეს და განაცხადეს, რომ შეაჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ამას წინ უძღოდა რევოლუციის არაერთი მცდელობა. 2022 წლის ივნისში პირდაპირ იყვნენ ჩართული ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაფინანსებული NGO-ები რევოლუციის მცდელობაში 2022 წლის ივნისში, შემდეგ 2023 წლის გაზაფხული, აქაც პირდაპირ იყვნენ ჩართული ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაფინანსებული NGO-ები და ორგანიზაციები ამ მცდელობაში, შემდეგ ეს 2024 წლის გაზაფხული, 2024 წლის ბოლო და ბოლოს 2025 წლის შემოდგომა, როდესაც ევროკომისიის პრესპიკერი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა იმ აქციას, რომლის სათაური იყო დამხობა. აი ეს არის რეალური მიზეზები, რატომაც პოლიტიკური დიალოგი არის შეჩერებული და თან საინტერესო ის არის, რომ მიზეზი მათ შექმნეს და პოლიტიკური დიალოგიც მათ შეაჩერეს 2024 წლის ივნისში. ამას ხედავს საზოგადოება და სწორედ ამის გამოა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს. ქართული ხალხი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორედ ხალხის ინტერესების შესაბამისად და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, მათ უნდა გადახედონ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ქართული ხალხის მიმართ. გასაგებია, რომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება. გავიგეთ. 5 ჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ხო ხედავენ, რომ ქართული ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, აგენტურას არ იღებს, არ აბრუნებს ხელისუფლებაში და ხო შეიძლება შეეშვან ამ ყველაფერს. ეს არის ჩვენი მარტივი მოწოდება, დანარჩენი ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად ღია. აი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, მათ შორის სად ვართ იმისათვის, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს ქართული ხალხის წინააღმდეგ გასული 5 წლის განმავლობაში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იყენებს ამ ფორმულას, ხალხს უჭერს ქართულ ხალხს, მაგრამ ხალხს არ უჭერს მის ხელისუფლებას, ეს ადამიანი პირველი არ აღიარებს დემოკრატიას, ამიტომ არის ანტიდემოკრატი. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება არის ანტიდემოკრატიული. მეორე, ეს ადამიანი პატივს არცემს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართული ხალხის სუვერენიტეტს თავად აერჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამიტომ კაია კალასი პატივს არცემს ქართული ხალხის სუვერენიტეტს თავად აერჩიოს საკუთარი ხელისუფლება. მესამე, დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქალბატონ კალას ქართული ხალხი მივაჩნიათ უუნარო ბრბოთ, რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება შევარჩიოთ და ქალბატონი კალასის მეურვეობა გვჭირდება და ხელით უნდა გვატაროს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველო და აი ამ დონეზე ხედავს ქართული ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა ატაროს და ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს რა არის ჩვენთვის კარგი და რა არა. ეს სირცხვილია, ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება, რაც პირდაპირ ხაზს უსვავს, თუ რამდენად აცდენილია ქალბატონი კალასი არა თუ ევროპულ ღირებულებებს,
წარმოდგენა არ აქვს საერთოდ დემოკრატია რას ნიშნავს და ეს არის დიდი საფრთხე, როდესაც ევროკავშირის დღეს საგარეო ურთიერთობებში ადამიანი, რომელსაც აქვს ანტიდემოკრატიული აზროვნება. და სწორედ ამის გამო არის, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება. ამის გამო არის, რომ მას არც რთავენ ასეთ დიალოგში საერთაშორისო მნიშვნელობით და მესამე ამის გამო არის, რომ ბოლო პერიოდში ნახეთ თქვენ დაგეგმილი არის რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, ვინაიდან ქალბატონმა კალასის დიდი დამსახურება ამაში, რომ ასეთი თავქარიანი პოლიტიკა აქვს, დღეს საგარეო პოლიტიკა აქვს ევროკავშირში. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ რაიმე კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ იქნება თავდასხმა ქართულ ხალხზე, ბრიუსელის ნებისმიერ წარმომადგენელისგან, იქნება პასუხი, ადეკვატური პასუხი. ცნობილმა წელიწამყვარმა და ფსიქოლოგმა დოქტორ ფილიპ მაგროუმ ახალ საავტორო სტატიაში პრეზიდენტ ტრამპის კოგნიტურ ჯანმრთელობასა და ინტელექტზე გავრცელებულ კრიტიკას უპასუხა. მაგროუმის შეფასებით პრეზიდენტის შესაძლებლობების შესახებ არსებული ბრალდებები სამედიცინო ფაქტებზე მეტად პოლიტიკურ მოტივებს ეფუძნება. ავტორი წერს იმ ინსტიტუციურ და პოლიტიკურ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ტრამპი აწყდება. მისი მტკიცებით, ტრამპი მოქმედებს გარემოში, სადაც მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი და სხვადასხვა ინსტიტუციური სტრუქტურა მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. მაგროუ ამტკიცებს, რომ როდესაც ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები მისი შეფასებით ვერ ახერხებენ დებატებში საკუთარი პოზიციების დამაჯერებლად დაცვას, ისინი პერსონალურ თავდასხმებზე გადადიან და პრეზიდენტის ინტელექტსა და კოგნიტურ შესაძლებლობებს აყენებენ ეჭქვეშს. თავად ტრამპი მაგროუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ Deep States არასდროს ძინავს. ცინიზმად და სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობა დაფასებს ქართული ოცნება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ეგრეთ წოდებული კასრების საქმეზე ისაუბრა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ სამალავებში იარაღის შენახვა ქვეყნის თავდაცვის მიზნით ხდებოდა, რათა მტრის შემოსვლის შემთხვევაში პარტიზანულ ფორმირებებს წინააღმდეგობის გაწევა შეძლებოდათ. მართლ გუნდში კი ბარამიძეს ახსენებენ, რომ იარაღის პარალელურად იმავე კასრებში ადამიანების წამების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც ინახებოდა. უმრავლესობის შეფასებით ამორალურია საკუთარი მოქალაქეების ტერორისა და შანტაჟისთვის განკუთვნილი მასალების სამშობლოს დაცვის მოტივით გამართლება. თავის დროზე რო ვითომ ამოთხარეს, კასრები რო ამოთხარეს, ხო? ის კასრები რა იყო შიგნით იარაღი რატო იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში თუ კი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ, ასე ვთქვათ, მანძილზე, ჩვენს შესაბამის შეერაღებულ ფორმირებებს და პარტიზანულ, ასე ვთქვათ, პარტიზანულად გადაქცეულ ფორმირებებს ქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ იმას მტრის წინააღმდეგ. ბარამიძემ თავისი ამ სიშტერით არ ვიცი რამოს უნდა ეჯიბრება, ეთყობა ახალ კანდიდატი რო ყავთ, ახალი კანდიდატი წვალებელთა პარტიას, ბელადის მხარდაჭერილი ქალბატონ ჟორჟოლიამს გულისხმობს, ეთყობა იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს. აი აქ ის უბედურება, რაც კასრების იმაში ვიხილა საზოგადოებამ 2013 წელს. იარაღთან ერთად მტერს რა პორნოგრაფია უნდა ეჩვენებინათ, პორნოგრაფია? რაც მწამებლობა, რასაც ჩადიოდნენ ციხეებში. რა უბედურებას ტრიალებდა, ესეც ალბათ პარტიზანებს უნდა ეჩვენებინათ მტრისთვის, ხო? იარაღი და თან ეს ვიდეო ჩვენებას გაუმართავდნენ, ხო? აი ესეთ სიგიჟებს, აი აბსურდებს ლაპარაკობენ. ამიტომაც არის, რომ ის ვინც ყავდათ მხარდამჭერები, ისიც კი შეუმცირდათ და რა ვიცი 3% თუ აცდება მათი მხარდაჭერა, ესეც ალბათ ოჯახის წევრების დახმარებით. აი ესეთი ბრიყულ განცხადებებს რო აკეთებს და ნუ აქ ბარამიძე მე მგონი ჩემპიონია, გადაასწრებს თუ არ ვცდები იმ ახალ კანდიდატს თავიანთი პარტიის. თელოში გრძელდება სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოები. სტიქის ზონაში მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. კავკასიონის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა, გაწმენდილია სეხნიაშვილის ქუჩაც. კალაპოს დაუბრუნდა მდინარე. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად აღსადგენად სამუშაოები გრძელდება. 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო შტაბიც. რა ხდება ადგილზე? ბოლო ინფორმაციით ნათია წითელაური ჩაგორთვება, გისმენთ ნათია.
თამარ, ჩვენ გიერთდებით სეხნიაშვილის ქუჩიდან, იქ სადაც დილის შემდეგ ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და თითქმის მთელი ტერიტორია არის გათავისუფლებული ქვაღორღისგან. შესაბამისად, სეხნიაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართებამდე მისასვლელი გზა უკვე არის ნაწილობრივ თავისუფალი და მეპატრონეებს შეუძლიათ უკვე ობიექტებამდე მისვლა. ამის პარალელურად კი მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მუშაობა ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც არის ამის საჭიროება, რაც შეეხება ცოცხალძალას, უკვე ნაწილმა დატოვა ტერიტორია, ნაწილი კი ამ დრომდე რჩება და აგრძელებს მრავალბინიანი კორპუსების, ეზოების და სარდაფების გასუფთავებას, ასევე ადგილზე რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც და ისინი კოორდინაციას უწევენ ადგილზე მიმდინარე ვითარებას. თელავის ძალიან გაუჭირდა სტიქიების გამო და ამიტომაც თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები გამოსულები ვართ და რაც შეგვიძლია გაწმენდით სამუშაოებზე მუშაობთ და ძალიან მიხარია რომ არა მარტო თელავის მუნიციპალიტეტის ბავშვები, არამედ თბილისიდანაც ჩამოვიდნენ საკმაოდ ბევრი და ასეთი ბევრი გაყოლებისა, ანუ ძალიან მიხარია და თან გარკვეული ენთუზიაზმი მოყვება ამას, რადგან ანუ სხვა აქტივობებში როდესაც როგორც იღლება ადამიანი, მასე არ ვიღლებით აქ, რადგან ვიცით რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქალაქისთვის ვაკეთებთ და ძალიან მოხარულია. სამწუხაროდ მთლიანად თელავის რაიონს დაატყა სტიქია. ძალიან მოკლე დროში მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ნალექი, რამაც გამოიწვია ეს პროცესი, რაცაც ხედავთ დღეს. თუმცა საბედნიეროდ ესეთი მასიური ნგრევა და მით უმეტეს ადამიანური მსხვერპლი არ ქონია და ამიტომ ამ ხრივ კარგია, რომ ის პრევენციული მექანიზმები, რაც იყო მანამდე წლების განმავლობაში და წლების განმავლობაში აშენებული, გამაგრებული, მომზადებული, ამ პრევენციულმა მექანიზმებმა გადაარჩინა ქალაქის სერიოზულ მსხვერპლს და ნგრევას. არის ძალიან ძალისხმევა მობილიზებული იმისთვის, რომ ეს ზიანი რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას და რაც თავარია, საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ იმისთვის, რომ მომავალში არც თელავში და არც სხვა დასახლებულ პუნქტში ასეთი ტიპის ზიანიც არ იყოს. სტიქიის მეორე დღე იწურება და ამ დრომდე არ არის ცნობილი ზუსტად რა ზარალი მიადგა თელავს სტიქიის შედეგად, თუმცა დღეს აქ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით უკვე დაიწყეს სამუშაოები და შემდეგ უკვე გახდება ცნობილი რა ზარალის წინაშე აღმოჩნდა თელავი 12 ივლისს. მადლობა. თელავიდან ნათია წითელაური საუბრობდა. კახეთში ჩავიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა. ის ადგილზე გაეცნო ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს. მისი განცხადებით, ასეთი მასშტაბის სტიქია თელავში ბოლოს 55 წლის წინ მოხდა, სწორედ მაშინ მოეწყო ღვარცობისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა, რათა შედეგები კიდევ უფრო მძიმე არ ყოფილიყო. ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცობისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე. თქვენ ნახეთ პირველადი კვლევამ რაც აჩვენა, არის ის, რომ სწორედ ღვარცობ დამცველებმა შეაკავეს, დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მოვრების და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა თვითონ მასშტაბი იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ღვარცობმა სამ ჯებირს, რომელიც იცავდა ღვარცობისგან ქალაქს და რის დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე. ნახეთ, საკმაოდ მოცულობითი არის მასშტაბი სტიქიის და დაზიანების, რომელიც მიადგა, მაგრამ მეორე მხრივ მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც იმ წამსვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვაში და ხედავთ ჩვენ, რომ ფაქტობრივად ძირითადი ზიანი რაც იყო მიმდგარი იმ მხრივ, რომ ქვაღორღი, რომელიც გადმოტანილი იყო გზაზე, რომელიც თავად ხევს ავსებდა, ეს გაწმენდილი არის და ბოლოსკენ გადის ეს პროცესი. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო მოხალისეებს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს, საკრებულოებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მოხალისეებად მუშაობენ იმისთვის, რომ დაეხმარონ თელავს, რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს ამ ქვაღორღისგან და ტალახისგან, რომელიც ღვარცობამ მოიტანა. ასე რომ
ვაკვირდებით ჩვენ რომ ბოლოში არის გასული ძირითადი სამუშაოები მოყვება რა თქმა უნდა დაწმენდა ყველა იმ შენობისა რომელიც დაზიანდა ზიანიც იქნება აღნუსნული და შესაბამისად სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს თელავში ჩავდნენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ისინი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთნენ. მათი განცხადებით მოსახლეობას დაეხმარებიან გაწმენდით სამუშაოებში. იმუშავებენ იმის სამართებზე, სადაც ძიმე ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. ვიმყოფებით ახალგაზრდებთან ერთად სტიქიის ზონაში, სადაც ხედავთ უკვე დაახლოებით გზის ნაწილზე გამწვედის სამუშაოები დასრულებულია. ჩვენ უშუალოდ მოსახლეობასთან, ვისაც აქვს პრობლემა სადარბაზოებთან, მაღაზიებთან, ასე შემდეგ, ახალგაზრდული ორგანიზაცია ვიმყოფებით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ მათ ეს სიტუაცია, რასაც ახლა ვხედავთ ჩვენი ძალებით, რასაც შევძლებთ მაქსიმალურად ხელით, რაც არის შესაძლებელი, დავეხმარებით ყველაფერში აბსოლუტურად. ვიცით, რომ უმეტესი ნაწილი გზის სავალი ნაწილი თითქმის წესრიგდება, სახელმწიფო მთლიანად ჩართულია და მუშაობს, ძიმე ტექნიკაც მუშაობს და რა სადაც ძიმე ტექნიკა ვერ მიდის, სადაც ხელითაა სამუშაო, იქ მივეხმარებით მაქსიმალურად მოსახლეობას. სადაც ვერ ახერხებს ძიმე ტექნიკა შესვლას, ჩვენ მივეხმარებით მაქსიმალურად. დაახლოებით 300-მდე ახალგაზრდა არის თბილისიდან, ასევე არიან რეგიონებიდან ახალგაზრდები, მოხალისეები მისახმარებლად და გავაკეთებთ მაქსიმალურს, რაც ჩვენ შეგვეძლება და რამდენი დღეს დაჭირდება. ხედავთ, ტექნიკა მუშაობს აქტიურად და სადაც ვერ ახერხებს შესვლას, ჩვენ ცოცხალი ძალით ვცდილობთ მაქსიმალურად მივეხმაროთ და გავწმინოთ ის ტერიტორიები მოსახლეობას, რაც აწუხებს. თელავში მომხდარი სტიქიის შედეგებზე მედია მკითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობით ქალაქის გაწმენდა უმოკლეს ვადებში მოხრხდა. ირაკლი ყობახიძემ ყურადღება გაამახვილა მიზეზებზეც, რამაც პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლას მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო ყველა ჩართულ უწყებას, ძალიან აქტიურად იყო ჩართული გუშინდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ სტრატებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს რა თქმა უნდა შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. გაიმართა სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. პროექტში ფრანგული საავიაციო გიგანტის ADP ჯგუფის შვილობილი TAV Georgia 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. გაორმაგდება აეროპორტის განტარუნარიანობა და ის წელიწადში 5 მილიონის ნაცვლად 10 მილიონამდე მგზავრის მიღებას შეძლებს. პროექტი 2026-28 წლებში განხორციელდება. გაიზრდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდები, მოეწყობა საჰაერო ხომალდების ახალი სადგომები, სარეგისტრაციო დახლები, გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა, განახლდება სამგზავრო და შექმნება სავაჭრო-კვების და ბიზნეს ლაუნჯის სივრცეები. ავიაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტი გააძლიერებს ქვეყნის დაკავშირებადობას, გაზრდის ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და შექმნის საფუძველს აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიზიდულობის თვალსაზრისით საკვანძო ფუნქცია აკისრია. თანამედროვე და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში. სწორედ ამიტომ ჩვენი ხელისუფლება მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ ასევე მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა. ამ პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჩამორად 8.5 მილიონ გზავრს მოემსახურა. მთლიანობაში
25 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით, როგორც გზავნაგადის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ტურიზმის სექტორის განვითარების თვალსაზრისით ჰქონდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმის სექტორში, რაც ბუნებრივია ავიაციასაც სათანადოდ აისახა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის. ეს არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, ვაჭრობისა და ქვეყნის საერთაშორისო მიმოსვლის გაფართოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი. სწორედ ამიტომ მისი განვითარება სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა. საქართველოს სულ უფრო მეტად იკავებს საკუთარ ადგილს გლობალურ სატრანსპორტო და ტურისტულ რუკაზე, ხოლო ჩვენი ინფრასტრუქტურა ამ ზარდმოთხოვნას შესაბამისი ტემპით უნდა პასუხობდეს. სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საავიაციო შესაძლებლობებს. პარალელურად ვაგრძელებთ რეგიონალური აეროპორტების ხელშეწყობას. მე ძალიან ვამაყობ რომ აქ ვიმყოფები, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვწამს საქართველოს ზრდის პოტენციალის იგივე სტრატეგია, იგივე ხედვა გვაქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებით. საქართველოს ძალიან ეფექტურად იზრდება, სწრაფად იზრდება და როდესაც ჩვენი კომპანიის ინტერესებს წარმოვადგენთ, ყველაფერს ვცდილობთ რომ დავამტყვიოთ ქვეყნის განვითარების პოტენციალს და პოლიტიკას. ჩვენ არ გვინდა რომ რაიმე შანსი გავუშვათ ხელიდან და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო ჩვენი თანამშრომლობის. არ მავიწყდება 2021 წლის მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზე და განვითარებაზე ვმუშაობდით და ამ ჯგუფის ფარგლებში მიუხედავად კოვიდისა და იმისა, რომ იმ პერიოდში ინვესტიცია იყო სრული სიგიჟე, ჩვენ მაინც შევძელით ამ პოტენციალის ათვისება და აქ, ახლა უკვე თბილისში, ჩვენ ვიწყებთ განვითარების და გაფართოებისთვის მზადებას. ჩვენ დავიწყეთ გაფართოება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და თუ რიცხვებს შევხედავთ, ივნისის მაჩვენებელი ძალიან სწრაფ ზრდას მოწმობს. 40% იყო ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის და ამ გამოწვევის, ამ შესაძლებლობის ათვისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. სწორედ ამიტომ ვართ აქ, ძალიან ვამაყობთ ამ პარტნიორობით. მაკაბოჭერიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროგრესი. ასევე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ეკონომიკის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პროექტები განეხილეს. ყურადღება დაეთმო ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალ მოდელს. მარიამ ქრივიშვილის განცხადებით, როლანდ პრაისთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო. განეხილეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ფაზაში. ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე. ჩვენ სიღრმისეულად ვისაუბრეთ ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებულ მოდელზე, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო და როგორ აპირებს შემდგომში ანაკლის პორტის განვითარებას. მოდელი პასუხობს იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არაერთ ქვეყანაში. ვიცით, რომ ანაკლის პორტი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიული პროექტია. დღეს მინისტრმა არსებითად დასვა კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით შეძლებს მსოფლიო ბანკი ამ პროცესის მხარდაჭერას. ეს იყო პირველადი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ამბიციები აქვს პროექტის ვადებს, ასევე მისი კომპლექსური ხასიათის თვალსაზრისით. ეს შეიძლება მოიცავდეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, პორტის სახმელეთო ინფრასტრუქტურას, რკინიგზასა და ავტომაგისტრალს. ვეცადეთ განგვესაზღვრა, რა შეიძლება იყოს მისი სპეციფიკური მახასიათებლები, რა მოცულობის დოკუმენტაცია აქვს მთავრობას უკვე ხელთ და რა დასჭირდება მას მომავალში. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს განაგრძობს. სინჯები აიღეს 14 წერტილიდან. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე მეტალს და სხვა მაჩვენებლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტა თვეში ორჯერ ახორციელებს ზღვის წყლის მონიტორინგს სარფიდან განმუხურამდე. მონაცემის სიზუსტისა და აქტუალურობისთვის ველზე იზომება ქიმიოფიზიკური პარამეტრები, ხოლო სინჯების დეტალური და კომპლექსური კვლევა ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმისა და თბილისის ლაბორატორიებში კეთდება. ადგილზე ხდება ისეთი პარამეტრების განსაზღვრა, როგორებიც არის მძიმე მეტალები, ნუტრიენტები, ნავთობპროდუქტების შემცველობა და ასე შემდეგ. ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს წყლის ხარისხი. თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი გაიხსნა. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ყავის ბრენდმა საქართველოში ოპერირება ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიას მთავრობის ბიზნეს სექტორის და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი ფილიალი ილია ჭავჭავაძის გამზირის 37-ში მდებარეობს და უკვე ემსახურება მომხმარებელს. ობიექტში ათეულობით ადამიანია დასაქმებული, იგეგმება ქსელის ეტაპობრივი გაფართოება. Starbucks-ის და ალშაია ჯგუფის ინვესტორის ალშაია ჯგუფის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადება არის საქართველოს მიმართ, ქართული ეკონომიკის მიმართ, იმ ეკონომიკური განვითარების, იმ ეკონომიკური მაჩვენებლის მიმართ, რაც საქართველოს აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ საქართველო ლიდერობს ბოლო ვიტყოდი 10 წლის გაწლეულის განმავლობაში ყველაზე წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ. ამ ბაზარზე შემოსვლას მრავალი წლის განმავლობაში ვგეგმავდით, რადგან დიდ პოტენციალს ვხედავთ. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ახლა იყო ამისთვის შესაფერი დრო. ვხედავთ, რომ საქართველოში ყავის კულტურა ძლიერია, მომხმარებლებს უყვართ ჩვენი ბრენდი. თავდაპირველად განვითარებას თბილისში დავიწყებთ. მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში აქ კიდევ რამდენიმე ფილიალს გავხსნით. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi-ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. ახლა არ გადართოთ, წინ გეულდებათ სპორტის სიახლეები ლაშა დვალიშვილთან ერთად.